დღეს გამოვაცხვეთ ტარტალეტკები მოხარშული ბეზის კრემით. 450 გრამ ფქვილს დავამატოთ 250 გრამი კარაქი ან მარგარინი, ავაფხვიეროთ ხელით მასა კარგად, შემდეგ დავამატოთ 100 გრამი შაქარი, ნახევარი ჩაის კოზის სოდა ლიმონის წვენით, 2 კვერცხის გული. გავაერთიანოთ მასა, ისეთ პრიალა მასა უნდა გამოვიდეს, ცომი, გავახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი, სასურველია მთელი ღამით, საყინულეში უკეთესი კალათები გამოდის, ეს გუნდებად დავაგუნდავთ და გავიყვანოთ ფორმა კარგად, დავჩხლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით დაახლოებით. ვამზადებთ ბეზის კრემს, მშრალ ჯამში ჩავასხის 3 კვერცხის ცილა 0 კატეგორია, ციკვი მარილი 200 გრამი შაქარი, 1 ცალი ვანილი, შემოვდგი 2 თქლის აბაზანაზე, ჯამის ფსკერი არ უნდა ეხებოდეს წყალს, მიქსერით მაღალ სიჩქარეზე დავიწყე ცილის ამოყვანა 15 წუთით დაახლოებით, ბოლოს დავუმატე 1 ჩაის კოზი ლიმონის წვერი სიპრიალისთვის და ჯამიანად გადავდგი ცივ წყალში და იქაც გავაგრძელე თქვეფა შეუწყვეტილი შეგრილებამდე. ტარტებს ძალიან უხდება მჟავე ჯემები, მე გამოვიყენე ჟოლოს კონფი, მოვთოთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით.